თბილისი ხმლით ფარიკაობაში კადეტთა ციკლის ტურნირის მასპინძელია, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა გიორგი ურუშაძემ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე 15-5 დაამარცხა და ოქროს медаლი დაისაკუთრა. ამავე ტურნირზე ხმლით მოფარიკავე კაცთა გუნდმა ოქროს медаლი მოიპოვა, ხოლო ქალთა გუნდი ვიცე-ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება ქალთა ინდივიდუალურ ასპარეზობას, ანასტასია ასათიანმა ფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული, ხოლო თეკლა კაპანაძემ ბრინჯაოს медаლი მოიპოვა. გამოვარჩევდი ფინალურ ბრძოლას აზერბაიჯანელ მეტოქესთან, რომელიც კარგად წავიდა და დიდი სხვაობით მოვიგე, თუმცა ძალიან გახარებული ვარ ამ ბრძოლით, რადგან ბევრი რაღაც გავიგე და დიდი გამოცდილება მივიღე. თებერვალში თბილისში სტარდება ევროპის ჩემპიონატი, ასევე შემდეგ ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატი და ამისთვის ვემზადებით დიდი შემართებით. ეს სამზადისი არის ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც თბილისში გაიმართება თებერვლის თვეში და მე მიხარია, რომ ახალგაზრდა თაობა მოგდის. სანდრო ბაზაძეზე გაიზარდა ახალგაზრდა თაობა და ისინი დაიპყრობენ მსოფლიოს. დამაჯერებლად გაიმარჯვა გიორგი ურუშაძემ და ასევე გუნდურშიც ძალიან პერსპექტიული თაობა მოდის გოგონებთან შორის.